მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვუღრმავდებით თქვენ მიერ მოწოდებულ მასალებს Google-ის უახლეს მეექვსე თაობის AI ჩიპზე, Ironwood TPU-ზე. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ მორიგი ტექნოლოგიური განახლებაა, მაგრამ როცა წყაროებს ჩაუღრმავდები, ხვდები, რომ საქმე გაცილებით დიდ რამესთან გვაქვს. ჩვენი მიზანია მარტივად ავხსნათ, რატომ არ არის ეს უბრალოდ უფრო სწრაფი ჩიპი და რას ნიშნავს ის ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI-ის მომავლისთვის. ამისთვის გვაქვს Google-ის ოფიციალური ანონსები, მათი ბლოგ პოსტი და, რა თქმა უნდა, კომპანიის ხელმძღვანელების მარკ ლომირისა და ამინ ვადატის გამოსვლები. ზუსტად, და აქ მთავარი კითხვა, რასაც ეს მასალები სვამს, არის აი რა ხდება მას შემდეგ, რაც უკვე შევქმენით Gemini-ის ნაირი გიგანტური მოდელები. აღმოჩნდა, რომ მათი გაწვრთნა, ანუ ტრენინგი, პრობლემის მხოლოდ ნახევარია. ნამდვილი გამოწვევა ახლა იწყება, როგორ ვაქციოთ ეს, მოდევთქვათ, მონსტრი მოდელები ყოველდღიურ სასარგებლოდ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ინსტრუმენტად მილიარდობით ადამიანისთვის. მარკ ლომირი ამას დასკვნების ეპოქას უწოდებს. Age of Inference. ანუ აქცენტი გადადის მოდელის გამოყენებაზე, ჩვენს კითხვებზე სწრაფი, ზუსტი და ენერგოეფექტური პასუხების მიღებაზე. და Ironwood-ი აი სწორედ ამ გამოწვევის პასუხია. კარგი, მოდი ზუსტად აქედან დავიწყოთ. დასკვნების ეპოქა. ესე იგი, პრობლემა ისაა, რომ AI-სთან საუბარი შეიძლება ძალიან ძლიერი და ნელი გახდეს. წყაროებში პირველი რაც თვალში გვხვდება, შთამბეჭდავი რიცხვია Ironwood-ი 4-ჯერ უფრო მძლავრია წინა თაობასთან, ტრილიუმთან შედარებით. მაგრამ, ხომ იცი, კომპანიები ხშირად აჟღერებენ დიდ ციფრებს, რამდენად რეალურია ეს ნახტომი პრაქტიკაში? ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ეს 4-ჯერადი ზრდა თავისთავად ამბის მხოლოდ პატარა ნაწილია. აქ მთავარი ინოვაცია არა ცალკეული ჩიპის სიმძლავრეშია, არამედ მის უნარში, რომ იმუშაოს ათასობით სხვა ჩიპთან ერთად, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა. ეს არის Google-ის AI ჰაიპერკომპიუტერის კონცეფცია. აი წარმოიდგინეთ, ერთ სისტემაში, ეგრეთ წოდებულ სუპერპოდში, გაერთიანებულია 9216 Ironwood-ის ჩიპი. ეს აღარ არის უბრალოდ სერვერების კრებული, ეს არის ერთიანი, გიგანტური გამოთვლითი ტვინი. 9216 ჩიპი ერთად. ეს მართლა წარმოუდგენლად ჟღერს. მაგრამ აქ ხომ ფიზიკის კანონები შემოდის. როგორ აკავშირებ ამდენ კომპონენტს ისე, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციამ უფრო მეტი დრო არ წაიღოს, ვიდრე თავად გამოთვლამ. ეს ხომ კლასიკური პრობლემაა. ზუსტად. და სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნეს Inter-Chip Interconnect, ანუ ICI ტექნოლოგია. ეს არის, რა ქვია, ერთგვარი ნერვული სისტემა ამ გიგანტური ტვინისთვის. თითოეულ ჩიპს შეუძლია სხვა ჩიპებთან 9.6 ტერაბიტი წამში სიჩქარით კომუნიკაცია. რომ უკეთ აღვიქვათ, მარკ ლომირს კარგი ანალოგია მოჰყავს. ეს იგივეა, რომ მთელი ინგლისურენოვანი ვიკიპედია თავისი მილიონობით სტატიით წამში 12-ჯერ გადმოწეროთ. წამში 12 ვიკიპედია. გასაოცარია. ესე იგი, როცა Gemini-ს თხოვ რთული კოდის დაწერას, მოდელის სხვადასხვა ნაწილი, რომელიც ფიზიკურად სხვადასხვა ჩიპზეა, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან იდეების გაცვლა პრაქტიკულად დაყოვნების გარეშე. დიახ, ეს ხდის კომუნიკაციას იმდენად სწრაფს, რომ 9.216 ჩიპისთვის ერთმანეთთან საუბარი ისეთივე მარტივია, როგორც ერთი ჩიპის შიგნით ტრანზისტორებისთვის. მაგრამ, როგორც სწორად აღნიშნე, სწრაფი კავშირი უსარგებლოა, თუ მონაცემები შორს არის. აი იგივეა ყავდეს ფორმულა 1-ის ბოლიდი, მაგრამ საწვავისთვის ყოველჯერზე ქალაქგარეთ გიწევდეს გასვლა. ამიტომ კავშირის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია მეხსიერების არქიტექტურა. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით, ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. ლოგიკურია. და როგორ გადაჭრეს ეს საკითხი? ამხელა სისტემას, ხო? ასტრონომიური მოცულობის მეხსიერება დასჭირდება. რა თქმა უნდა, ამ 9216 ჩიპს ერთად აქვს წდომა 1.77 პეტაბაიტის გაზიარებულ მაღალსიჩქარიან მეხსიერებაზე, HBM. კიდევ ერთი ანალოგია რომ მოვიყვანოთ,
ეს უდრის 100 მილიონზე მეტი სიმღერის უდანაკარგო მაღალი ხარისხის ფორმატში შენახვას და მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად მეხსიერებაშია და ნებისმიერი ჩიპისთვის მყისიერად ხელმისაწვდომი. ამ არქიტექტურის წყალობით სისტემის ჯამური პიკური წარმადობა 42.5 FP8 exaflops აღწევს. ეს რიცხვი შეიძლება ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ისაა, რომ AI-ს შეუძლია არა მხოლოდ დაგიწეროს კოდი, არამედ რეალურ დროში მოახდინოს ამ კოდის მუშაობის სიმულაცია და შეცდომები იპოვოს მანამ, სანამ მას ადამიანი ნახავს. ანუ AI უბრალო ასისტენტიდან ნამდვილ კოლაბორატორად იქცევა. გასაგებია. ესე იგი, გვაქვს უზარმაზარი მასშტაბი, ფანტასტიკური კავშირის სიჩქარე და გიგანტური მეხსიერება. მაგრამ ამ ყველაფერს ერთად რომ თავი მოუყაროთ, წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია და გაგრილება უნდა სჭირდებოდეს. მასალებში ვნახე ვიდეო ამინ ვადაც სჭირავს Ironwood-ის ჩიპ და მის უკან სერვერები ჩანს მილებით. ის თხევად გაგრილებაზე საუბრობს. რამდენად ფუნდამენტურია ეს? ხო არ ნიშნავს, რომ სისტემა ძალიან რთული და მოწყვლადი ხდება. რა მოხდება თუ სადმე მილმა გაჟონა? მართალია, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილია. ასეთი სიმძლავრისა და სიმჭიდროვის პირობებში ტრადიციული ჰაერით გაგრილება უბრალოდ შეუძლებელია. სისტემა გადახურდება და დაიწვება. თხევადი გაგრილება, რომელიც ვადატმა აჩვენა, უკვე მესამე თაობის სისტემაა Google-ისთვის და ის აუცილებლობაა. მაგრამ აქ საქმე მხოლოდ ტემპერატურის კონტროლს არ ეხება. მთავარი მიზანი ენერგოეფექტურობაა. როგორც ამინი აღნიშნავს, ინდუსტრიაში ახალი საზომი გაჩნდა. მაქსიმალური ტოკენების მიღება 1 ვატზე. ანუ რა რაოდენობის სასარგებლო სამუშაოს ასრულებს AI დახარჯული ენერგიის თითოეულ ერთეულზე. Ironwood-ი ვატზე 2-ჯერ მეტ წარმადობას აჩვენებს წინა თაობასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ 2-ჯერ მეტ AI სამუშაოს ასრულებთ იგივე ენერგიის დანახარჯით. ეს ხდის ტექნოლოგიას ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულს. აი ეს დეტალია განსაკუთრებით საინტერესო. გამოდის, რომ მიზანი არა უბრალოდ სიმძლავრის გაზრდაა, არამედ ამ სიმძლავრის ფასის შემცირებაა, ენერგეტიკული ფასის. და აქვე წყაროებში ხვდებით, ჩემი აზრით, ყველაზე ფუტურისტულ იდეას. Ironwood ხელოვნური ინტელექტისთვის შეიქმნა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მოდი ეს გავშალოთ, ეს მარკეტინგული სულაა თუ რეალურად რაღაც ახალთან გვაქვს საქმე. ეს სავარაუდოდ Google-ის ყველაზე დიდი სტრატეგიული უპირატესობაა. მათ შექმნეს უწყვეტი უკავშირის ციკლი. ერთ მხარეს არიან DeepMind-ის მკვლევრები, რომლებიც ქმნიან Gemini-ს. მეორე მხარეს TPU-ს ინჟინერები, რომლებიც აპარატურას აპროექტებენ. როცა მკვლევრები ხედავენ, რომ მოდელს კონკრეტული ტიპის გამოთვლის დასაჩქარებლად ახალი არქიტექტურა სჭირდება, ეს მოთხოვნა პირდაპირ აისახება შემდეგი ჩიპის დიზაინზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად ჩიპის პროექტირებაშიც AI მონაწილეობს. მეთოდს ქვია Alpha Chip და ის, დასწავლის გამტკიცებით პოულობს ჩიპზე მილიონობით კომპონენტის ოპტიმალურ განლაგებას. ეს ამოცანა ადამიანისთვის პრაქტიკულად გადაუჭრელია. და Ironwood-ი უკვე მესამე თაობის TPU-ა, რომელიც ამ მეთოდით შეიქმნა. ანუ ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად თავად ეხმარება საკუთარი თავისთვის უკეთესი, უფრო სწრაფი ტვინის შექმნაში. ეს უკვე თვით განვითარებად სისტემას ჰგავს, სადაც პროგრესი შეიძლება ექსპონენციალური გახდეს, მაგრამ რამდენად საკმარისია მხოლოდ ერთი, თუნდაც ძალიან მძლავრი ჩიპი. მარკ ლომირმა ახსენა მთლიანი ეკოსისტემა. ზუსტად. Ironwood არის ორკესტრის პირველი ვიოლინო. მაგრამ მარტო ვერაფერს გახდება. ეს არის სრული სტეკის მიდგომა. ამ ეკოსისტემის სხვა წევრები არიან. პირველი Action CPU. ეს Google-ის ARM-ზე დაფუძნებული პროცესორებია. თუ Ironwood-ი რთულ კრეატიულ ამოცანებს წყვეტს, Action-ი ასრულებს დამხმარე რუტინულ სამუშაოს. მაგალითად, ამუშავებს შემომავალ მოთხოვნებს. ეს იგივეა გენიალურ ქირურგს ასისტენტი რომ ეხმარებოდეს ინსტრუმენტების მომზადებაში. მაგალითად, კომპანია ZoomInfo-მა Action-ის გამოყენებით 60%-მდე გაუმჯობესა ფასისა და წარმადობის თანაფარდობა. გასაგებია. ანუ სწორი სამუშაოსთვის სწორი ინსტრუმენტის გამოყენების პრინციპი. მძიმე არტილერიას, ანუ TPU-ს, მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა აუცილებელია. სხვა დროს ენერგოეფექტური აქსიონ მუშაობს. კარგი. კიდევ რა კომპონენტებია ამ ეკოსისტემაში? მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია Anywhere Cache.
ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მონაცემებს ფიზიკურად რაც შეიძლება ახლოს, პირდაპირ TPU-ების გვერდით ინახავს. შედეგად მონაცემების წაკითხვისთვის საჭირო დრო 86%-მდე მცირდება. და მესამე, საიმედოობა. შენ წეღან ახსენე გაჟონვის რისკი. ამ მასშტაბის სისტემაში, სადაც ათასობით კომპონენტია, რაღაც აუცილებლად გამოვა მწყობრიდან. ამისთვის Google იყენებს ოპტიკური მიკროსქემის გადართვის, ანუ OCS ტექნოლოგიას. ეს არის ერთგვარი GPS სისტემა მონაცემებისთვის. თუ რომელიმე კაბელი ან ჩიპი დაზიანდა, OCS მყისიერად პოულობს ალტერნატიულ გზას. მომხმარებელი შეფერხებას ვერც კი გრძლობს. გასაგებია. ეს არის სრული, კარგად გააზრებული სისტემა, დაწყებული ფიზიკური გაგრილებიდან და კავშირებიდან, დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფითა და სხვადასხვა ტიპის პროცესორების ჰარმონიული მუშაობით. მაგრამ საბოლოო ჯამში რას გვაძლევს ეს ყველაფერი? წყაროებში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი Gemini-ის შესახებ. დიახ, და ეს მაგალითი საუკეთესოდ აჩვენებს სრული სტეკის ოპტიმიზაციის ძალას. Google-ის შიდა მონაცემებით ბოლო 12 თვის განმავლობაში, როდესაც მომხმარებელი Gemini-ის საშუალო სირთულის მოთხოვნას უგზავნიდა, პასუხის ხარისხი გაიზარდა, ხოლო ამ პასუხის გენერირებისთვის საჭირო ენერგიის მოხმარება 23 ჯერ შემცირდა, ნახშირბადის ანაბეჭდი კი 44 ჯერ. 33 ჯერ ნაკლები ენერგია და 44 ჯერ ნაკლები ნახშირბადის ანაბეჭდი. ეს წარმოუდგენელი ნახტომია. და ეს არ არის მხოლოდ ერთი ჩიპის დამსახურება, როგორც შენ თქვი. არა, რა თქმა უნდა, ეს არის მთელი სისტემის მოდელის, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის ერთობლივი, ჰარმონიული მუშაობის შედეგი. კარგი. მოდი თავი მოუყაროთ. დღეს გავარკვიეთ, რომ Google Ironwood TPU არ არის უბრალოდ უფრო სწრაფი ჩიპი. ის არის პასუხი ფუნდამენტურ გამოწვევაზე, რასაც დასკვნების ეპოქა ქვია. როგორ გავხადოთ უზარმაზარი AI მოდელები ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არის გიგანტური, ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომლის მთავარი მახასიათებელია მასშტაბურობა, კავშირის ფანტასტიკური სიჩქარე, ენერგოეფექტურობა და, რაც ყველაზე საინტერესოა, უნიკალური დიზაინი, რომლის შექმნაშიც თავად ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობდა. და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია შენს როგორც მომხმარებლის გამოცდილებასთან. როდესაც მომავალში გამოიყენებ AI-ს, რომელიც რთულ ამოცანებს მყისიერად და ზუსტად გადაჭრის, იქნება ეს სამეცნიერო კვლევის ანალიზი, ბიზნეს გეგმის შედგენა, თუ უბრალოდ რთულ კითხვაზე პასუხი, გახსოვდეს, რომ კულისებში სწორედ Ironwood-ის მსგავსი, მიზანმიმართულად შექმნილი და ენერგოეფექტური სისტემები მუშაობს. ეს ამცირებს ღირებულებას და შესაძლებელს ხდის იმას, რაც გუშინ სამეცნიერო ფანტასტიკა იყო. და ბოლოს, მინდა ერთი საფიქრალი დაგიტოვოთ. წყაროებიდან ვიცით, რომ Google GPU-ებს უკვე 10 წელია ქმნის და როგორც მარკ ლომირი ამბობს, სწორედ პირველმა GPU-მა გახადა შესაძლებელი ტრანსფორმერის არქიტექტურის გამოგონება. არქიტექტურის, რომელიც დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის საფუძველია. ანუ, ახალმა აპარატურამ დასაბამი მისცა სრულიად ახალ იდეას. თუ აპარატურის დიზაინი და მოდელების კვლევა ასე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, დაფიქრდით, რა სრულიად ახალი ტიპის AI არქიტექტურები შეიძლება გააჩინოს Ironwood-ის მასშტაბმა და სიმძლავრემ? რა ახალი იდეები ხდება შესაძლებელი, როცა გუშინდელი აპარატურული შეზღუდვები უბრალოდ აღარ არსებობს? და თუ თქვენ ისტი საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ მოკლე წერტილი G, დახრილი ხაზი, ICT, RG. ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.